პალიტრა ნიუს ხაზი მინდა გაუსვა ზუსტად აი ამ მედია საშუალებას პალიტრა ნიუსის ესე ვთქვათ ეს მინდა გაუშვი ესე კადრები ქართველი ბიზნესმენის დიდრული ქორწილიდან რომელზეც რიკი მარტინი და ვალერი მელაძე მღეროდნენ სტუმრებს შორის კი კახა კალაძეც გამოჩნდა ვაიმე და აი პალიტრა ნიუს მინდა მიმართო ესე კი ქორწილში წასვლის უფლება არა კაც რა არის ეს რაღაცა აი ლუმპენ პროლეტარიატის ამბავი რა აი ყველას იმას ესე იგი ყველაფერს აკეთებენ რომ აი ხალხი ერთმანეთს გადაკიდონ რა აი ვისაც დაუშვათ ისეთი შემოსავალი არა გაუთანაბრონ იმას ვისაც აქვს ან იმას რატო აქვს და შენ რატო არ აქვს ხო ხედავ და ამას აკეთებენ მედია საშუალებები და აი გიждები ელემენტარულად რა და ვერ ხვდებით ამას ეხლა რომ თქვენ თვითონ ცეცხლზე ნავცას ხავთ არ ვიცი თან ახლა მე მელაძე გალკინს წაუყვანია ეს ისე ქორწილი და მელაძე და რიკი მარ და რა ამერი ამითი გამაგებინეთ რა ბიზნესმენია კაცი დაპატიჟეს ქორწილში კალაძეს ოჯახთან ერთად და წავიდა რა არის ამაში ისე რომ ეხა პაიმის ნიუსად არ გამოიტანეს რომ აი კალაძე მილიარდელის ქორწილშია წასული და თქვენ ფული არა გაქვთ და ამას ნიშნავს ეგა პალიტრა ნიუსის დამფუძნებელს მიმართავ ზუსტად კი გვარდასახელს არ დავასახელებ რა ჩორტებს აგდებთ ვერ გავიგე რა კიდე ჩორტების ჩაგდება უნდა აქ ხალხს მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაც უფრო მეტი შემოსავალი და ფული გაუჩნდება ხალხს და რაც მეც გადასახადს გადაიხდის მეტ კარგად უფრო კარგად იქნება ხალხი ეს არის მთელი იდეა კაპიტალიზმის რომ შეიქმნას იმდენი დოლარი გადახდილი იქნას იმდენი გადასახადები რომ ყველა შედარებით უკეთესად აიწიოს ცხოვრების დონემ თუ ერთს მეორეს შეშურდა ერთის საქმიანობა შეშურდა მეორეს მაშინ შურში და უბედურებაში ჩაციკლავთ ამ ხალხს რა აი ეს რა არის ეს რომ ახვი მაი კალაძე მისულა მილიარდელის ქორწილში და იქ კიდე მელაძე და თურმე გალკინი ვინ არის იცით რომ წამოსული და მოტეხილია თავის ქვეყნიდან და ოპოზიციაში უდგავს პუტინს ესეც მე უნდა გასწავლოთ არ ვიცი რა აი მოკლედ არ ვიცი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია აბსოლუტურად პირველ რიგში მედია საშუალებებს ვინც აი ესეთ აი ღვართლს და ბოღმას თესავს ადამიანებს შორის რა გასაგებია ეხლა ნუ არ ექნება ყველას ერთნაირი ფული არ არის 64 დედამიწაზე რა ნათამაშებია კაც გენდა მილანშია ჩემპიონთა თასი აღებულია კონტრაქტებია გაფორმებული მე თავის საქმეები აქვს რაღაცეები დაანებეთ სხვის ცხოვრებაში ჩარევას რა თავი რა იმას ქენით თქვენ რაც გასაკეთებელი გაქვთ გააშუქეთ სამართლიანად პოლიტიკური პროცესები ისა ნუ ელოდებით ჩასაფრებულები რომ აი თურმე კალაძე მისულა ქორწილში რა მოხდა კალაძე მივიდა ქორწილში რა არის აქ ისა სანიუსად გამოსატანი ვერ ხვდები ელემენტარულად რა აი პირიქით იმის მაგივრად რომ იჩალიჩოთ თქვენ რომ შესეშერიგებას ხალხს ერთმანეთი უყვარდეს იმას და აი ცეცხლზე ასხავთ ნავთს რა აი ხედავთ შენ არა გაგდა ამ დროს კალაძე ქორწილში მიდის მილიარდელის ფუ რა უგოიმესი უსაშილესი ისა რა დავარქვა ამას არც ვიცი რა და ესე არის გადატენილი რა ეს ოპოზიციური ძირითადად ოპოზიციური არხები რომელიც გული მერევა არც არ შემიხედიაო საერთოდ არ შემიხედია ამ არხებისთვის არასდროს რაც ეს სიტუაცია დაიწყო საქართველოში რა ერთი გამოდის და რაღაცა პროპაგანდისტულ ფილმებს იღებს და აი ესეთია ქვეყანა და საქართველო აი ეს არის და იღებს რაღაცა ჩემი ცოლის დაკალებით რაღაც ერთ სერი არ მინახია რა პროპაგანდისტულად ეს ახლა ანახებს რომ აი ეს არის მეორე გამოდის და აი ესეთ რაღაცეებს იძახის და ხალხს წაკიდებს ერთმანეთს მესამე გამოდის და კარგი გეყოფათ რა ცოტა რაღაცნაირად იაზროვნეთ რა არის თქვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის უკეთესი რა და შერიგებაზე წადით რა ვიდრე დაყოფაზე და იმაზე რა გეუდე ხო მე ჩემი ნათქვამი ხო არ არის რა ყოფს
ეშმაკი და ღმერთი აერთიანებს. ღმერთია მშვიდობა და ეშმაკია ომი. და უბედურება და ბავშვების ბომბვა და რა ვიცი, ყველაფერი საშინელება რაც დღეს სოფლიოში ხდება რა. იმიტომ რომ ბობოქრობს რა. და ეს ამ ქვეყანაში სადაც უწმინდესი საქართველო არსებობს, დაანებეთ რა ეგეთ რაღაცეებს თავი, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან კარგად ხდება რა. დებილები გონიათ რა ხალხი ამათ რა.